მოგესალმებით ამ ანალიზში ჩვენ გავარკვევთ იმ რეალურ მიზეზებს, რომლებიც ტიტანიკის ჩაძირვის უკან იმალება. 100 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც 1912 წლის იმ ყინულოვან ღამეს თავისი დროის უდიდესი გემი ატლანტის ოკეანეში ჩაიძირა და 1000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ტრაგედია, რომელმაც ფაქტობრივად თავდაყირა დააყენა სამყაროს დამოკიდებულება უსაფრთხოების მიმართ. 10 წლეულების განმავლობაში ექსპერტები ერთსა და იმავე კითხვას უტრიალებენ: რა იყო ეს? უბრალოდ ტრაგიკული შემთხვევა, დაუდევრობა თუ ფატალური საინჟინერო შეცდომა? ხომ იცით ჩვენ მიცვეული ვართ, რომ ყველაფერი აისბერგს დავაბრალოთ, მაგრამ მოდით ცოტა უფრო ღრმად ჩავიხედოთ. ჩვენ ვაპირებთ შევისწავლოთ ისტორიული ამპარტავნების, საინჟინერო კომპრომისებისა და ადამიანური შეცდომების ის მომაჯადოებელი, ჯაჭვური რეაქცია, რომელმაც გემის ბედი ჯერ კიდევ პორტიდან გასვლამდე გადაწყვიტა. ალბათ ყველას ნანახი გაქვთ ჯეიმს კამერონის ჯენიალური ფილმი, რომელიც მართლაც საოცარი სიზუსტით ასახავს კატასტროფის ქრონოლოგიასა და გემის მასშტაბებს. თუმცა ჯეკისა და როუზის სასიყვარულო ისტორია სუფთა ფიქციაა. სხვადასხვა როუზის პროტოტიპი, მხატვარი ბეატრის ვუდი, ტიტანიკზე საერთოდ არ ყოფილა და მაინც ის რეალური ამბავი თუ როგორ განვითარდა ეს კატასტროფა სინამდვილეში, ბევრად უფრო დრამატულია, ვიდრე ნებისმიერი ჰოლივუდური სცენარი. ნაწილი პირველი. გიგანტური გემების ერა, ანუ როგორ ააგო ამბიციამ ცურავი სასახლე. იმისათვის, რომ ტიტანიკის ირგვლივ არსებული ეს უზარმაზარი ამბიცია გავიყოთ, უბრალოდ ციფრებს უნდა შევხედოთ. გემი 269 მეტრის სიგრძის იყო. ეს თითქმის 3 საფეხბურთო მოედანია. სიმაღლეში კი 53 მეტრს აღწევდა. ანუ რომ წარმოვიდგინოთ, ეს იყო ფაქტობრივად 11 სართულიანი შენობა, რომელიც ოკეანეში ტივტივებდა. წარმოუდგენელი არა? ეს ყველაფერი ერთ დღეში არ მომხდარა. ეს ამბიცია ძალიან სწრაფად იზრდებოდა. 1221 წელს გემმა სირიუსმა ძლივს გადაკვეთა ოკეანე. და იცით როგორ? ბოლოს ნახშირი რომ გამოელიათ, პირდაპირ გემის კარებსა და კიბეებს წვავდნენ ძრავის სამუშაებლად. მერე იყო გიგანტური დიდი აღმოსავლეთი 1257 წელს, რომელიც ფინანსურად სრული კრახი აღმოჩნდა. სწორედ ამ გამოცდილებამ მიიყვანა კომპანია White Star Line იმ კონკურენტულ სიგიჟემდე, რომ აეგო ტიტანიკი. გადავიდეთ მეორე ნაწილზე: ფუფუნება და ეკონომიკა. ჩაძირვადი გემის ბიზნეს მოდელი. JP Morgan-ის მილიონებით შეიარაღებულ White Star Lines არ აინტერესდება მხოლოდ სისწრაფე. მათ უნდათ ოკეანური ეკონომიკის წესების შეცვლა უპრეცედენტო ფუფუნებითა და ტევადობით. და აი, რა არის ყველაზე საინტერესო? წარმოიდგინეთ ეს კონტრასტი. სანამ მილიარდერები პირველ კლასში ზამთრის ბაღებით, პირადი სასეირნო გემბანებითა და ავტომობილების ამწეებით კბებოდნენ, სინამდვილეში კომპანიის რეალურ მოგებას მესამე კლასის ის ასობით ემიგრანტი ქმნიდა, რომლებიც ახალ სამყაროში მიემგზავრებოდნენ. მართალია, მესამე კლასსაც უპრეცედენტო პირობები ჰქონდა იმ ეპოქისთვის, მაგრამ სწორედ ეს მასიური მოცულობა იყო მთავარი ფინანსური ძრავა. ნაწილი მესამე. საბედისწერო საინჟინრო შეცდომა და ჩაძირვადი დიზაინის ილუზია. თხელი ეს ფუფუნება და მასშტაბი ნიღბავდა ერთგამანადგურებელ სტრუქტურულ კომპრომისს, რომელიც გემის კორპუსში იყო დამალული. საუბარია წყალგაუმდარ ტიხრებზე. მოკლედ ეს ტიხრები ქვემოთ ვერტიკალურად საოცრად მაგრად იყო იზოლირებული, მაგრამ ზემოთ ჰორიზონტალურად სრულიად ღია იყო. ინჟინერებს ეგონათ, რომ ნებისმიერი დაზიანება მხოლოდ ფრონტალური, ანუ წინა მხრიდან იქნებოდა და გემი 4 განყოფილების დადბორვას გაუძლებდა. რეალურად კი, როცა წყალი შევიდა ღია ზედა ნაწილის გამო, ის უბრალოდ ერთიდან მეორე განყოფილებაში გადადიოდა ზუსტად ისე, როგორც ყინულის ფორმებში გადადის წყალი. ფატალური შეცდომა. ნაწილი მეოთხე. ეკიპაჟი და ადამიანური ფაქტორი. არეული მეთაურობა. თუნდაც ასეთი დიზაინით, კატასტროფას ტრიგერი, ანუ ადამიანური შეცდომა სჭირდება. და იცით რით დაიწყო ყველაფერი? ნაპირზე მაღაროელთა მასიური გაფიცვით. დიახ, ნახშირის კრიზისის გამო კომპანიამ სხვა გემების რეისები გააოქმა და მთელი ნახშირი ტიტანიკს მისცა. უმუშევრად დარჩენილი ერთმანეთისთვის სრულიად უცხო ეკიპაჟი კი სასწრაფოდ შეყარეს ამ გიგანტურ გემზე. ამ სრული ქაოსის ფონზე გამოცდილმა კაპიტანმა სმითმაც გასვლამდე ბოლო წამს უფროსი ოფიცრების სრული გადაადგილება გადაწყვიტა. და აი აქ მივდივართ ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო დეტალამდე. ამ ბოლო წუთის გადანაცვლებამ ერთი ოფიცერი, სახელად დეივიდ ბლერი, საერთოდ მოხსნა გემიდან. რეალურად მისმა ჩამოსვლამ შექმნა ისეთი გამანადგურებელი ღია წრე, რომელსაც ცოტა ხანში აუცილებლად დაუბრუნდებით. დაიმახსოვრეთ ეს სახელი დეივიდ ბლერი. ნაწილი მეხუთე. ალბედითი დასაწყისი. კინაღა მომხდარი კატასტროფების მეცნიერება. ამ ერთმანეთისთვის უცნობ ეკიპაჟს პრობლემები მაშინვე დაეწყო. წარმოიდგინეთ, ჯერ პორტიდანაც არ გასულან წესიერად. გემის უზარმაზარმა ზომამ შექმნა ეგრეთ წოდებული შეწოვის ეფექტი. ამ ძალამ გაწყვიტა ახლოს მდგომი გემის ნიუ-იორკის ფოლადის ბაგირები და კინაღამ პირდაპირ ტიტანიკის ბორცს მიანარცხა იგი. კაპიტნის სწრაფი რეაქციის წყალობით შეჯახებას სულ რაღაც მილიმეტრებში აცდემ. ყველაზე დიდი აბსურდი კი რა არის იცით?
White Star Line-მა ზუსტად იცოდა ამ მომაკვდინებელი ჰიდროდინამიკური ფიზიკის შესახებ, რადგან სულ რაღაც თვეების წინ ტიტანიკის ტყუპისცალი ოლიმპიკი ზუსტად იგივე ეფექტით შეჯახა კრეისერ Hawks. გიგანტურმა გემებმა მოიტანეს სრულიად ახალი ფიზიკური რისკები, რომელიც ბოლომდე არავის ესმოდა და არც არავინ შეიბერტყა ყური. და აი, მივადექით მე-6 ნაწილს, დაკარგული ბინოკლები და ბოლო დომინო, რომელიც ეცემა. გადავინაცვლოთ ატლანტის ოკეანის იმ ბნელ გაყინულ ღამეში. გახსოვთ ჩვენი მეგობარი ოფიცერი დევიდ ბლერი, გემიდან ნაჩქარევად წასვლისას მას სრულიად შემთხვევით ჯიბეში შერჩა ბინოკლების სეიფის გასაღები. უბრალოდ დაავიწყდა მისი დატოვება. შედეგად სადამკვირვებლო კოშკურაზე მყოფი მეზღვაურები ხალხი, ვისაც გზა უნდა გაეკონტროლებინა, აბსოლუტურად ყოველგვარი გამანდიდებლის გარეშე დარჩნენ. ბნელ ნისლიან ღამეში შეუიარაღებელი თვალით აისბერგის ძებნა ერთ-ერთ წყაროში გენიალურად იყო შედარებული. ეს იგივეა -6 მხედველობით კამაზე ატარო ბრმად, სადღაც გადატვირთულ ქალაქში. მიუხედავად ამისა, ფლოტის მკათრმა დისციპლინამ დაადუმა მეზღვაურები. მათ არ მოითხოვეს გამოსავალი, უბრალოდ სიბნელეში იდგნენ და ელოდნენ. ეს ყველაფერი მართლაც შემოძრწმუნებელ ფიქრებამდე მიგვიყვანს ხომ? მიუხედავად ამხელა საინჟინრო ამპარტავნობისა, მილიონობით დოლარის კონკურენტული წნეხისა და ამ კოლოსალური მასშტაბებისა, ნუ თუ შეიძლებოდა ამ ტრაგედიის სრულად თავიდან აცილება, რომ არა ერთი უბრალოდ ჯიბეში ჩარჩენილი პატარა გასაღები. მადლობა რომ მიედვენეთ თვალი ჩვენს ამ ანალიზს. იმედია ეს ისტორიული ჯაჭვი თქვენთვისაც ისეთივე დაუჯერებელი და საინტერესო იყო როგორც ჩემთვის.